პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაის პარლამენტში მიმდინარე დღევანდელი ხმაურიანის სხდომისა და უმცირესობის ბოიკოტის შესახებ ქუთაისიდან თამთა ჯანაძე ისაუბრებს. თამთა, რამდენ ხანს იქნებიან ნაციონალები ბოიკოტის რეჟიმში? ნათია, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან საპარლამენტო უმცირესობაშიც კი არ იციან, რამდენ დღეში დაუბრუნდებიან ჩვეულ საპარლამენტო პროცესს. რაც შეეხება ძირითად მიზეზებს, რის გამოც საპარლამენტო საქმიანობას საპარლამენტო უმცირესობამ შეწყვიტა, ისინი ორ მიზეზზე საუბრობენ. პირველი ეს არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას, ასევე გენშტაბის უფროსისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელის დაპატიმრება. მეორე კი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რაც მათი მხრიდან შეფასდა როგორც მედიაზე განხორციელებული ზეწოლა. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ტრიპოლსკისა და ბორდის თავმჯდომარე ლევან გახელაძეს შორის, სადაც გაბაშვილის ინფორმაციით საუბარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მეცხრე არხის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ეს კომენტარი. საპარლამენტო უმცირესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, ვერ ვიქნებით ისე თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მიდის ნორმალურად და დემოკრატიულად და მთელი ჩვენი ინტერესის მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ხვალ რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ, მაშინ, როდესაც ბევრად მეტი რამ არის დაყენებული რისკის ქვეშ. იყო შემოთვლა საზოგადოებრივი აზრის არხის საბჭოსთან, რომ ახალი ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია გააუქმოს ან მიუერთოს მეცხრე არხს, პრემიერ-მინისტრის მეუღლის ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ამაზე უარი, მათ გადაწყვიტეს ელემენტარულად შევიდნენ ფინანსური პოლიციით საზოგადოებრივ ტელევიზიაში და გააუქმონ საზოგადოებრივი ტელევიზია ამ ფორმით ფინანსური შემოწმების საბაბით. მეცხრე არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ ლევან გახელაძეს ნამდვილად შეხვდა, თუმცა პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მისი კომენტარი და კომენტარიდან თქვენ შეიტყობთ, რა მიზეზით შეხვდა ის ლევან გახელაძეს. მე დამირეკა ლევან გახელაძემ და მთხოვა შეხვედრა, შევხვდი მე ლევან გახელაძეს და მამუკა ფაჩუაშვილს. მამუკა ფაჩუაშვილიც გახლავთ სამეურვო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ისიც ჩემ დროს იყო. იქ ლაპარაკი ეხებოდა, საუბარი შეეხო ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების თავმჯდომარე ვენიდან აპირებდა ჩამოსვლას. ლევან გახელაძემ მთხოვა, რომ ძველი მეგობრობიდან გამომდინარე ეგ მომეხერხებინა ან პარლამენტის თავმჯდომარესთან მისი შეხვედრა, ან პრემიერ-მინისტრთან. ამ ადამიანებს საიდან მოაქვს ეს ტყუილები, რას არ იგონებენ, რა ხრიკებს არ იგონებენ. მე ხა დაურეკე ეს ამბავი რომ გავიგე, ბატონ ლევან გახელაძეს დაურეკე და მთხოვე რომ გაეკეთებინა განცხადება და ალბათ მე მჯერა მისი კაცობის და ადამიანების რომ გააკეთებს ის იმ განცხადებას, რაც იყო საუბარი. სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შეწყვიტონ ეს უტიფარი ტყუილები. უმცირესობის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურ სპეკულაციად დაფასებენ და თვლიან, რომ კომიკურია 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მედიის თავისუფლებაზე საუბრობდნენ. ჯობია სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს 5 წლის წინ იყო დარბეული, ნაცემი, შეურაცხყოფილი. სოლიდარობა გამოუცხადონ ტელეკომპანია იმედს, როდესაც იქ მოხდა შეჭრა. ეთყობა ძალიან წირი მახსოვრობა აქვს უმცირესობის წარმომადგენლებს, მაგრამ საზოგადოებამ იცის ყველაფერი ძალიან კარგად. ეს ბოიკოტი არის, ასე ვთქვათ, გამოწვეული ალბათ იმით, რომ ჩვენ დღეს არ დაუჭირეთ მხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას, იმ ოდიოზური ფიგურის პირდაპირ გეტყვით, რომელიც პირდაპირ დირექტივებს აძლევდა, ვიტყვი ალბათ სასამართლოს. ის ეპოქა, როდესაც ტელევიზიებზე მიდიოდა ზეწოლა, ტერორი, დარბევა მათ შორის, ძალადობრივი დარბევა მათ შორის, ის დასრულდა. ვერავინ ვეღარ შეეხება თავისუფლების ხარისხს მასმედიის სექტორისას. აუდიტი ერთი საკითხია, აუდიტი არის საგამოძიებო შესაბამისი ორგანოების თემა, მაგრამ იმასაც ქვია ტელევიზიების თავისუფლების ხარისხი გარანტირებული იქნება და ამას თქვენ თვითონ ძალიან მალე იგრძნობთ. დეპუტატების საკომიტეტო მოსმენებს ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების გარეშე გააგრძელებენ, ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის შეუერთდება საპარლამენტო პროცესს უმცირესობა. მადლობა, ეს იყო თამთა ჯანაძე და პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან.